მშვიდობის საქართველებო, დღეს არის 25 თებერვალი და ახლა არის დღის პირველი საათი. ახლა 3 დღეა ჩავთვალა ლაივში, საერთოდ და ახლა მინდა დაგელაპარაკოთ შავ სამყაროზე. ხვალ კიდე მოევზადეთ, კიდევ იქნება რა თქმა უნდა სენსაციური მასალა და მასზე საუბარი. ეხლა მე რო თქვი შავი სამყარო, მგონიათ რომ ეს იქნება ქურდულ სამყაროზე საუბარი. ეს მე წელს კერა შარშა მქონდა 4-5 ნაწილი, ანუ რუბრიკა ასეთი სათაურით სამყარო სადაც სატანა მეფობს. ეს იყო ხმალი სიმართლისას ფილმი. რუბრიკა იყო ასეთი. 4-5 ნაწილი ასე მახსოვს მე. სამყარო სადაც სატანა მეფობს, ეს არის რა თქმა უნდა შავი სამყარო. ელემენტარულად ბავშვმა იცის რომ შავი არის რაღაც ცუდი და თეთრი არის რაღაც კარგი, ნათელი, ხო? მოდით ახლა ასე დავიწყოთ საუბარი. ჩვენ ახლა ბევრ რაღაცაზე ვართ მიჩვეული და შეჩვეულები. უკვე სისხლსა ეს ჩვენში გამიგეთ და ეხლა ამაზე საუბარი ცოტა ბევრისთვის ასე თქვა შეგესმოგრილია, მაგრამ ჩვენ ასე ხომ ბევრ რაღაცა შეგვაჩვიეს ნელა წლობით, აწლეულობით, ასწლეულობით და უკვე ის გონია დოგმატ, ის გონია უკვე ჩვენი სისხლცეული, სულისმიერი, ხორცისმიერი, გამიგეთ? და ამიტომ ძნელია ახლა მასზე ასე ლაპარაკი, მაგრამ ვარ თქვა საშველი არ არის. ესე იგი, მეგობრებო, 80-იანი წლების ბოლოდან დაიწყო ჩვენი ასე ვთქვათ სულიერი და გონებრივი გათახსირება. რის შედეგსაც დღეს ვიმკით უკვე. ყველგან და ყველაფერში, იმიტომ რომ ის 5 ნაწილი იყო სამყარო, სადაც სატანა მეფობს. ანუ ეს ყველაფერშია შემოსული, ყველაფერში, აბსოლუტურად დაწყებული საკვებიდან, ტანსაცმელი, მანქანები, საწარმო ქარხნები, ბიზნესი, ტელევიზია, ექიმები, სამედიცინო დარგი, წამლები, აბსოლუტურად ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. უბრალოდ ჩვენ ამას შევეჩვენეთ და ბევრი ვერ გრძნობთ სამწუხარო და საუბედუროდ. ესე იგი, იმას ვამბობ, რომ 80-იანი წლების ბოლოდან დაიწყო იმის შემოსვლა ევრო დასავლეთიდან, ამერიკიდან, რომ აი თქვენ ხო გახსოვთ ყველას ვიდეო ბარები რო გაიხსნა, ხო გვახსოვს, ხო? ვიდეო ბარები. ამ ვიდეო ბარებში რას გვაჩვენებთ თუ გახსოვთ? გვახსოვს, ხო? ხო, ნუ მე ხა დღეის გადასახედიდან რო თქვა, მე რა იყო ახლა იქ ისეთიო, ხო? დღეის გადასახედით, იმიტომ დღეს უკვე ეს ყველაფერი კამფეტი ჭამასავით არის. მაგრამ იმ დროს ეს იყო შოკი და ეს იყო გათახსირება. ანუ იმის ჩვენება, რაც კულუარებს ბუდუარში არის. ხო, იმის ჩვენება საჯაროდ ეს იყო მიუღებელი და დღეს უკვე საჯაროდ არის. მაშინ ქემაის მალულად უყურებთ, ხო? დღეს უკვე საჯაროდ ხდება ყველაფერი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ერთ რაღაცა მინდა ხა გაგახსენოთ. მე სკოლას ვამთავრები, სადღაც ვიქნებოდი მერვე კლასში ალბათ, როდესაც ეს სწორედაც ეს წლებია, 80-იანი წლების ბოლოებია. როდესაც შემოვიდა შავი კალგოტკები მოდაში. გახსოვთ ხო, ქალებისთვის. კალი გოგო ყველა იცვამდა მაშინ. და მაშინ ხუმრობი და დაცინვით ვამბობდით ესეთ რა თუ ვინმე შავი კალგოტკა ეცვა, ან ჩულკი ასე ვთქვათ, ხო, წყალებში. თუ კალგოტკაც არ არის ჩვენებული. ის ნუ როგორ ვთქვა, ის იყო სპანელის მანდილოსანიან ქალი, ხო? მანდილოსანი. ხო ასე იყო, ხო გასწრეთ ჩემი ასაკი და ცოტა უფროსი და ცოტა უმცროსი. იმიტომ რომ მაშინ პატრიოტი ქალი შავ კალგოტკას არ შეიცვამდა. ხო გვახსოვს ეს, გვახსოვს კი. მე ის ხუმრობით კიდე იყო ჩვენთან, რატო ესო მამამ რო კითხა თავის ქალიშვილს, მამა რატო გაცვი, რატო იცვი მამა შავსო და ფეხებს აყენებსო, მამიკო. ფეხებს კი ანა, ნუ ასე გვახსოვს ესეც, ხო?
შემდეგ ეს ნელ-ნელა შემოკარგებო შესისხობს და ეს ჩვენში და დღეს პრინციპში წარმოუდგენელია შავი კალგოტკებისა და შავი ჭულკების გარეშე რომ ქალმა იაროს. ხო ასეა? ასეა. ეხლა მე გეტყვით ასეთ იმას ახსნი ახლა უფრო სწორად. ხო იყო ადრე არა, ჭულკები ხარ ადროს ეს არის ხარ, მაგრამ ბოლოს მე დავაკავშირებ ყველაფერს ერთმანეთთან. ესე იგი, ქალი, მიტომაც არის ქალი და მიმზიდველი, რომ მას კანისფერი უნდა ჩანდეს, მისი კანისფერი უნდა ჩანდეს. ანუ ხო გვახსოვს როგორც იყო კალგოტკები თუ ჭულკები თუ რასაც ვეძახით, ხო? გვახსოვს. იმიტომ რომ თუ კანი ქალის კანი არ ჩანს, რა ვიცი რაღაცნაირად შავი. შავი რა საყურებელია. ქალის ტანზე რომ შავი აცვია ფეხებზე. შავი რა, როგორ გითხათ ახლა? აი უბრალოდ რომ გათიშვა ყველაფერი, ხო? აი ეს ახლა რაც ჩვენში შესაძლებლია, ხო? რომ გათიშვა და აი ნეიტრალურად, თავიდან, ნულიდან რომ დაიწყო აზროვნება, ხო? შავი ფეხები ქალის რა, ასე ვთქვათ, ლაბაზია. მაშინ როგორ იყო იცით, შავი ესე იგი ეს მეშმაკი და სატანა და რაღაცის უნდა ყოფილიყო რა, კალდუნია რომ ჯადოქარი და ეგეთი რაღაცა, ხო? რომ ეგეთი რაღაცა გაიკეთებინა და როგორც ვამბობ, მაშინ როგორც კი შემოვიდა, ეს ითვლებოდა რომ შავკალგოთა ჩაიცოდა მხოლოდ და მხოლოდ სხვანაირი ქცევის, სუსტი ქცევის, ყოფაქცევის ბანდილოსანი, ხო ასე? კი. შეგვაჩვიეს, ხო? შეგვაჩვიეს. მერე თუ გახსოვთ თქვენ 90-იანებში დასაწყისში აი როგორც ქვეყანა გადაატრიალდა ეროვნული მთავრობა რომ გააქციეს და დაამხეს და ამის შემდეგ დაიწყო მთელი კარტ ბლანში გაიხსნა საქმე ტელევიზიებს და საერთოდ ყველაფერს, ხო? ფილმი იყო ასეთი სახლი ძველუბანში, ხო? გურამ საღარაძე იყო იქ ძირითად როლში და მე ახლა მანდილოსნები იყვნენ ახალი მსახიობები. თუ გახსოვთ ახლა მაგის შინაარსი, ხო? იქ ყველაფერი ჯადოქრობა და სატანიზმი და ბავშვის მკვლელობა და მოკლედ სისხლისმა და ერთი ამბავი. ძალიან მძიმე ფილმი იყო, ძალიან მძიმე ფილმი. ეს იყო ნომერ პირველი სერიალი, ასე ვთქვათ, ქართულ სივრცეში. ამაზე მე ცალკე მქონდა შარშანწკინ საუბარი და მაგის რეჟისორის მახსოვს და ისიც სატანისტი მოკლედ ერთი ამბავი. და მე რა გავიხსენ ახლა ეს. იქ იყო ერთ-ერთი ატრიბუტი ფილმში, როდესაც მაგიურ რაღაცებს აკეთებდა გურამ სახარაძე და მისი ცოლი, შავი სანთლები. გახსოვს, ხო? გვახსოვს. მე შავი სანთლები ახლა ზოგიერთ რაღაც დღესასწაულებზე რაღაც იყიდება და ჩვეულებრივად ამას სხვავენ. შემდეგ ნელა კიდე შემოვიდა ისე 13-14 წლებში შემოგვაპარეს ნელა შავი ვარდები. გვახსოვს, ხო? გვახსოვს. ეს იყო რაღაცა ბუმი. ესე იგი მოდაში არის და შემოვიდა რაღაც კატასტროფულად. მახსოვს ერთხელ შეყვარებულთან მივდივარდი კაცო თბილისში და გოგოსთვის მინდოდა დაბადების დღე და ეს რა ქვია ვარდები რამდენი წლის იყო იმდენი ვარდის ყიდვა. მე მამიდაშვილი მომყავდა და მივადი კი რა ბუნებრივია კაცო ცეთელ ვარდს მივადგებოდი რა ვასყავ მივადგებოდი. ხო და მამიდაშვილმა მითხრა ბარეღამო ეს იყიდეო კაცო შავი ვარდიო და რო შევხედე შავი ვარდი რა ფერ უნდა მიუტანო გოგო შეყვა გადამრიო მე ვთხარი გოგოს ეხლა შავი ვარდი უი შეგოიმო ეს არის ეხლა ბოლო ისა მოდა გამიგეთ წარმოიდგინეთ ეხლა შავი ვარდი სიყვარულის სიმბოლო არის საერთოდ გული წითელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მომენტალურად სიყვარულის სიმბოლო გახდა შავი ანუ სიშავე, შავი ვარდი. ხო შევეჩვიეთ ამას. ხო შეგვაჩვიეს, ნელა. კი ბატონო შეგვაჩვიეს. მერე კიდე რა იყო კაცო, რა ვიცი, მთელი რაღაცა სულ შავი და აი ესე ნელა მოვედი დღემდე და ეს ყველაფერი ჩვენში შესისხორდა. ჩემო მეგობრებო. აი თავიდან როგორც დავიწყე ხო, აი ეს დღეს წარმოუდგენელია ქალი, ესე იგი შავი კალგოტკის გარეშე
სადღაც 180 გრადუსის შეიცვალა, ესე იგი 30 წლის, 40 წლის უკანდელი აზროვნება ადამიანებისა. ხო? და არა და თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ისე უკან უნდა დავაბრუნოთ აზროვნება, ესე ხალხისა, რომ ესე თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კანის ფერი რო უჩანს მანდილოსანს, ეს უფრო არ არის მიმზიდველი ვიდრე ის შავი კაცო. არა და მაგდროს იყო ასე, შავი უფრო სექსუალური არის. დღეს ამის გარეშე წარმოუდგენელია მოკლედ. აი, ხო, მე ეხლა დიდი 10 წელიწადია რაც დაწყებულია საქართველოში და დღეს კიდე ამის გარეშე არ შეიძლება და ვერ სულთქავთ, ეს არის შავი პარასკევი. შავი პარასკევი რა? არა. ორ შაბათი ყოფილიყო, სამ შაბათი, შაბათი კვირა, არა. პარასკევი. პარასკევი რა არის? ჩვენ ვეძახით წითელ პარასკევს. ხედავთ კიდე სად არის, რა ქვია? წითელი არის სიყვარულის სიმბოლო, იქ არის სისხლის სიმბოლო, იქ არის სისხლის დაღვრვის სიმბოლო, ქრისტე არის სიყვარულის სიმბოლო და ეს ამის საპირისპირო 180 გრადუსის განსხვავება მას დაარქვეს შავი პარასკევი. და რა ხდება ამ შავ პარასკევს? შავ პარასკევს მიდის ერთმანეთი ცხვირპირის გრევა იმისათვის რომ ვინმე რაღაცა იაფი ან უფრო მეტი წამოიღოს. То, ანუ იმისათვის რომ ადამიანმა იფიქროს და იაზროს აი ქრისტეზე და ასე მის წირვაზე და ასე შემდეგ და ასე რაღაც სინანული დრო იდგეს და არა. ამის დრო არ დაგვიტოვეს. ესე იგი ყოველ წუთს და წამს უნდა ვიფიქროთ იმ შავ პარასკევს, რომ აი არიქა და როგორ რა ვიყიდო, რამდენად ვიყიდო, რამდენად უფრო იაფა და რამდენად უფრო მეტი დავიძრიო. მე ამას კიდე ხა ბოლო 2 წელიწადი რა დაამატეს, რომ მარტო ერთი დღე კი არ გახადეს შავი პარასკევი, გაჭიმეს და რამოდენიმე დღე არის მე ერთხელ. მაგრამ სახელი მაინც იგივე დარჩა, შავი პარასკევი, წითელი პარასკევი საპირისპირო. ასე და ამგვარად მოვედით ამ დაშავებულ სამყაროში და დავშავდით ჩვენ კიდე, დაგვიშავდა გულები. ვინაიდან თუ ადამიანის სიყვარულს დაკარგავს წითელი ფერი, გულის ფერი და ის თუ დაშავდა, ნუ გასაგებია როგორ ხდება, ხო? აი ამ შავეში რო ვართ, მე გონებას დაიბინდა, ნახე როგორ არის სიტყვა, თუ დაიბინდა, ესე იგი დაშავდა. თუ ნათელი იყო გონება თუ დააბინდა, ესე იგი დაშავდა, ხო? გული შავი გვაქვს, გონებაც შავი გვაქვს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვპოულობთ გამოსავალს. აი ამ მაგიური წრედან, იმიტომ რომ აი ესე მოქცეული ვართ აი ამ შავეში, სატანის სამყაროში. იმასაც მე გთავაზობთ, ეს იყო ის, რომ ვიყო აქედან გამოსავალი თქვა შეკვეტრაზე ვილაპარაკეთ, ხო? და აპრილში დავაანონსე, ნახოთ მეთქი, მაგრამ გონი არ უნდა ამ ხაზს გამოსვლა იმიდან რა ქვია, ამ მოჯადოებული წრიდან. შევნია, როგორც ვფიქრობ და როგორც ვხედავ, ჩამთავრდება ხესტებერვალი და თებერვალის მასას დავდება ანგარიშას თუ რამდენი იქნა შემოწირული და დონაცია და ასე შემდეგ. მაგრამ მე ერთი კაცი ყველაფერს ვერ გავაკეთებ, ეს გამორიცხულია. კარგით, მოკლედ ახლა აი ამ დავამთავროთ ეს საკითხი და ხვალ კიდე დაელოდეთ კიდევ სერიოზული თემა მექნება გასახსნით, თუმცა მე ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკე, შარშან წინ, მაგის წინ. ესე იგი ეს მექნება ახლა წინას აღდგომო ლექცია. თუ ნუ ქრისტეს აღდგომაზე მექნება საუბარი, თუ როგორია იქ მართებულია თუ რა საერთოდ ყველაფერი და რა არის აღდგომა და ასე შემდეგ, თუმცა მე ამაზე მქონდა საუბარი კითხვებზე პასუხი რომლის დაგროვდა, არ მახსოვს რამდენი კითხვარი იყო და ყველა კითხვას გავეცი პასუხი, ეს თუ გახსოვთ რუბრიკა მქონდა ასე დიალოგი ბუხართან. ძალიან ბევრი სერიალი იყო, შემდეგ იყო აი მე არ მახსოვს ახლა 3 ნაწილი იყო, 3 სხვადასხვა ფილმი იყო, ვიდეოები და მე ლექციებით კიდე რო დავამტკიცე. ყველაფერი დეტალურად, სკრუპულოზურად გავიარეთ ყველაფერი, სკრუპულოზურად. ამიტომ მე ამის გადამეორობა, ნუ შეიძლება გავაკეთო სადღაც მარტისთვის, იმიტომ აპრილში აღდგომა, მაგრამ მე ხარ ხვალ, ესე იგი კიდევ
ვისაუბრებთ ძალიან სერიოზულად ამ საკითხზე, ვინმე გაგიზდება, გადაფიჩინდება და აიდარდები. ხა რა ვქნა, ვისაც გვიძავს, ვისაც კიდე ვერ გამოუგვიძია და ხა ყველას თავისი გზა აქვს. კარგით მეგობრებო, მოკლედ დღეს მორჩა ხლამას საუბარი და ხვალამდე კიდე ხვალ ჩაგერთვებით ლაივში. აბა კარგად მოვალ შეხვედრამდე.